ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, სიყვარულის ისტორია, რომელიც კეთილად დამთავრდა. ქალბატონი ნათია, ბატონი დავითი. რომელი დაიწყებთ? მოდით, ქალბატონ ნათიას მივცეთ პირველი სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის პირველ რიგში, რომ ამ გადაცემაში მოხვდით და ასეთი საინტერესო ამბით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი სიყვარული დაახლოებით 25 წელს და ცოტა მეტს ითვლის, ანუ საუკუნის მეოთხედის თავზე ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მე დავასრულე 9 კლასი, მაშინ ასე იყო და გადავწყვიტე, რომ სახლში დამებანა თავი და წავსულიყავი სველი თმით სალონში. სწორედ ამან გამოიწვია შემდეგ ის დაავადება სამწუხაროდ, რასაც ქვია მენინგიტი და შემოხდა ძალიან რთული ფორმით. ქუთაისიდან ჩემი გადაყვანა გახდა საჭირო თბილისში. როცა მიმიყვანეს საავადმყოფოში, მე პირადად არ მახსოვს დათასთან შეხვედრა, მაგრამ დათა ყოფილა თურმე ჩემზე ადრე მისული პაციენტი, რომელიც ასევე რთული მდგომარეობით იყო, მაგრამ უკვე გამოსული იყო მდგომარეობიდან. რა დიაგნოზით შეხვედრით? მეც იგივე დიაგნოზით, იგივე დიაგნოზით მენინგიტის განყოფილებაში მოხდი თავის დაბანვის და სალონში თმის შეჭრის შემდეგ დაბანვის გამო ზამთრის პერიოდში და რა საოცარ 6 თვე კომატოზულ მდგომარეობაში ვიყავი და რომ გამოვედი მდგომარეობიდან მე ეგთანი მეუბნება ლამაზი გოგო უნდა შემოვიყვანო ჩვენ განყოფილებაში უკვე იცოდნენ რომ ნათია მოყავდა და თქვენ უფრო ადრე მე უფრო ადრე ვიყავი და უნდა დაგანახო წამოდგომის უფლება არ მქონდა დაწოლილი ვიყავი 6 თვე შემოახედეს ნათია საკაცეთი მოყავდა და თმა ქონდა საკაცედან გამოვარდილი ძირს იმხელათ მე ვიქონა ძელი თმა ქონდა ბრიალა თვალები და მაშინათვე რაღაცა სხივი მესროლა ამ გვირილა თვალებმა და მე როცა გვირილა პირველად გავიგე მე როცა უკვე წამოდგომის უფლება და დაждომის უფლება მომწეს პირველი ეს იყო რომ სკამით შევედი ამის ანახავად ოთახში. დათამ დაგინახათ. თქვენ როდის დაინახეთ? მე დავინახე როცა დათა შემოვიდა სკამით პირველად ჩემს ოთახში. და რამე იგრძენით თუ მაგის თავი არ ქონდათ? მაგის თავი უკვე მქონდა რა თქმა უნდა. ეს იგი სიყვარულს არც ავადმყოფობა უდგება წინ. ანუ დათა რომ აღმექვა და მომწონებოდა და რაღაც განსხვავებული ადამიანი შემოვიდა, იცით როგორი თვალსა ადამიანი განსხვავებული იმით რომ აი მე შევხედე სხვანაირი თვალით იმ დროს. რამე უთხარით რომ შეხვედით თუ არაფერი არ უთქვამს. მე არ მახსოვს, არაფერი არ უთქვამს. არც მე არ მახსოვს რამე მისამების გარდა რამე თუ უთხარი ამ სიყვარულზე იმ მომენტში. წერილებს უგზავნიდით ისე ერთმანეთს. ხან დედა იყო პოსტალიონი. პირველი წერილი რომელმა დაწერა? ჩემგანი იყო. მე უკვე რომ გამომწერეს ყოველ დღე ავდიოდი, ყოველ დღე უკვე გადაჭრილად გიყვარდა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა გულშიც ყოველ დღე ავდიოდი სამონტოფოს გამოწერის შემდეგ ნათიასთან სანამ ბოლო დღემდე. როგორ ამოდიოდი? წითელი ვარდებით. ყოველ დღე დამქონდა ვარდი და ყვავილი. თქვენ გულში ჩაგივარდა, დათას უყვარდით. კი. რა მოხდა მერე? მოხდა ისე რომ ერთ დღეს მორიგე ექთანი შემოვიდა ჩემთან ნერსის გასაკეთებლად და დათა იმ დროს გადიოდა. როდესაც გავიდა დათა და დაემშვიდობა ამ ექთანსაც დედასაც მეც, ექთანი რომ უთხრა დედას. ოღონდ ეს იყო გამიზნულად ნათქვამი, მე ასე ვფიქრობ და თავდაჯერებით ვამბობ ამას, იმიტომ რომ დედა იდგა ჩემთან ზურგით და ეს ექთანი პირიქით მე მიყურებ და მესმოდა თუ არა მისი საუბარი და დედას ეუბნება რომ ძალიან გვიყვარსო დათაო, ძალიან კარგი ბიჭიაო, მოგწონსო, რა კი მათ ერთნაირი დაავადება აქვთო, შესაძლოა ამათი შვილები არ გამოვიდნენ ჯანმრთელებიო. და როცა მე ეს გავიგონე, აი იქვე გადავწყვიტე რომ ეს გრძნობა უნდა დამებლოკა. მე ეს ჩავიდე გულში და როცა ეს ექთანი გავიდა ოთახიდან, დედა რო შემოbrunდა, დედას რა თქმა უნდა არ უთქვამს ჩემთვის რომ მან ასე უთხრა. თუმცა მე ვთხარი დედას, რომ დედა აწი როცა დათა ჩემთან მოვა ოთახში აღარ შემოუშვა.
ეს შიშიც ვფიქრობ სიყვარულიდან იყო გამოწვეული, რა კი მეც მქონდა გარკვეული გრძნობა დათას მიმართ, მე არ მემეტებოდა იმისთვის, რომ არც საკუთარი თავი მემეტებოდა, რა თქმა უნდა და არც დათა რომ თუ კი ეს მართალი აღმოჩნდებოდა, რომ ესეთი მომავალი გქონოდა და დილიდან საღამომდე დათა იდგა ჩემს აივანთან ეზოში ყოველდღე და ხანდახან დაიყვირავდა ხოლმე ჩემს სახელს. რომ მე მეგრძნო რომ ის იქ იყო. ჩემთვის ქუთაისი იწყება 100-იანის ქუჩით დღესაც და მაშინაც. აი მამიდან ყავს საფიჩხიაზე ქალაქშიც რო საქმე ქონოდა მე უკვე დავშორდით უკვე ჩვენი გზა მაინც 100-იანის ქუჩით იწყებოდა ჩემთვის ქუთაისი ყოველ ჩამოსვლაზე თბილისიდან თუ მოვდიოდი ისე გავდიოდი ქალაქში დასავლეთიდან სამეგრელოდან თუ მოვდიოდი მაინც 100-იანის ქუჩით შევდიოდი უბრალოდ რომ თვალი მომეკრა ნათიასთვის ან სახლისთვის აი მეტი სხვა უგემის დაოჯახებული ვიყავი ნათიასაც თავის ოჯახი ჰქონდა მეტი შეხვედრის არანაირი სურვილი არ მქონდა და არ შეიძლებოდა უკვე ამ დაოჯახების შემდეგ დამთავრდა ყველაფერი. კი, დამთავრდა ჩვენი გზები არსად აღარ გადაკვეთილა. დაცილდით მეუღლეს? მეუღლეს მე დავჭირდით ოღონდ სხვა მიზეზით ეს არ ეხებოდა. არა, ეს არანაირად არ ეხებოდა. მე მეუღლის დაშორების შემდეგ დაახლოებით 7 წელი იყო გასული, 8 ალბათ, რაც ჩვენი ურთიერთობა ხელმეორედ ჩვენი გზები ხელმეორედ დაიწყო. აი თქვენთან რა მოხდა? მე ცოტა უფრო მოგვიანებით მეც პირადი გაუგებრობების გამო რა თქმა უნდა და არავითარი კავშირი აი ჩვენი გზები არსად არასდროს არ გადაკვეთილა იმიტომ ვამბობ დამოუკიდებლად მაგრამ გაიგეთ რომ მეუღლეს გაცილდა არ მქონდა არანაირი ინფორმაცია არ მქონდა დათას შესახებ არა მეც არანაირი უბრალოდ აი ესე ორი ადამიანი იყავით უკვე თავისუფალი ადამიანები კი რა თქმა უნდა რა მოხდა როდესაც მამა გარდამეცვალა დათა უყვარდა ძალიან მამაჩემს ერთ-ერთი ამისი მეზობელი სოფლად ჩემი კოლეგა არის ასე რომ ვთქვა ჟურნალისტი არის თან პოეტი არის ეს ბიჭი და უთქვამს დათასთვის რომ იციო შენო რომ ნათიასო მამა გარდაეცვალა კოვიდითო და მაშინ მოინდომა დათამ რომ ჩემთვის სამძიმარი გამოეცხადებია და დამირეკა მესენჯერში და დაეწერა დათა ჭითანავად. დედა მეთქი ეს საიდან მოხდა, საიდან გამომეცხადა ამდენი წლის მერე. აი, მოხდა. აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს სამძიმრის შემდეგ. შემდეგ მოვიდა მამის საფლავიზე მოინახულა სანთელიანთო და დათამ გადაწყვიტა რომ ჩემი შვილები გაეცნო, ვიდრე მე ამ თემაზე დამელაპარაკებოდა. ჩემმა ბიჭმა მათემ მითხრა რომ დედა მე ვიციო, თქვენი ადრე სიყვარულის ისტორიაო და მან გადაწყვიტა რომ დედა ყოფილიყო ბედნიერი. ესე იგი 25 წელი გავიდა და თქვენ იპოვეთ კიდევ ერთმანეთი და შეუღლდით. დიახ. ამხელა წინააღმდეგობის მიუხედავად. როგორც იქნა გადავწყვიტეთ ერთი სიტყვით დაოჯახება და შვილებმა დაგვსვა ორივე და გვეუბნება რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ ქორწილიო. დედა მე უთხარი ცოტა მეუხერხულება ხა ქორწილი რატომ უნდა გადავიხადო? თქვენი სიყვარულიო იმსახურებსო რომ რაღაცა გვირგვინი ასეთი იყოსო. ბიჭი მეუბნება. ძალიან მიხარია. მოკლედ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ოცნებები ნამდვილად ხდება და მე მინდა თქვენ გისურვოთ ყველას შეგისრულდეთ თქვენი ოცნებები.